გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო, გამარჯობა პატივცემულო მებრძოლებო, გამარჯობა პატივცემულო ონლაინ მაყურებელო, თქვენ ხართ გამა ფიურის კონფერენციაზე და ჩვენ ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს ჩვენ სპონსორებისთვის. ასეთი კონტენტი როგორც გამას კონფერენცია გენერალურ სპონსორის გარეშეა დღესდღეობით, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ეს მომენტი იხელთოთ და დაითრიოთ ასეთი მაგარი კონტენტი სარეკლამო პლატფორმად. ამიტომ მოგუმართეთ. გამა იწყება! მაშასე, პატივცემულო მაყურებელო, ჩვენ გველის წინ 12 უსასტიკესი ბრძოლა დავიწყებ პრელიმებით, სადაც 6 უსასტიკესი ბრძოლა გელით წინ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გავიხსენებთ ჩვენი უკვე გამოცდილი მებრძოლები ძირითადად დაეტაკებიან დებიუტანტებს, გამაში დებიუტანტებს, ხოლო საბრძოლო სპორტში არა. მერე გადავართ main event-ზე, სადაც გველის ძალიან საინტერესო 4 დაპირისპირება და რაც თავარია, main card-ში გველის 3 არ მოგეჩვენათ საჩემპიონო ბრძოლა. ამიტომ მზად ვართ გამა ფიურისთვის! კარგი, მე დიდხანს არ გავწელავ დროს და უბრალოდ წარმოადგენ პირველ წყვილს. მაშასე, ბრძოლა შედგება 65 კილოგრამ კატეგორიაში. და პირველი მებრძოლი, რომელიც მე მინდა ვიხმო ჩვენს საბურავებში, ლუკა შარმაზანაშვილი. მოგესალმებით. ლუკასთან რინგს გაიზიარებს გიორგი შოლომბერიძე. კარგი, მაშასე. ლუკა დიდხანს მაწვალებ შენი კითხვებით. ანუ 1-2 თვეა ამ ბრძოლისთვის ემზადები, მემუქრები, ხალხს იწვევ და ანუ აი მუშტიკრივი წარმოადგენს შენთვის ცალკე გამოწვევას თუ რაღაცა ეს გამას რინგი მაინც ნარკოტიკითაა და დაბრუნება გინდა და ამავე დროს იცი რა განცდებთან არის ეს დაკავშირებული. კი, მოგესალმებით, ლუკა შარმაზანიშვილი. მომზადებას რაც შეეხება გავიარე ჩემს მაკაცებთან ერთად. დავითასთან, ბადურაშვილთან ვემზადებოდი, ერთად გავიარეთ, მავარდიშებდა. რაც შეეხება დავითა თვითონ არ ვარჯიშობს და ვარჯიშობს სპარინგ პარტნიორი. 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყოველ ბრძოლის შემდეგ აი ვაფშე არ მივარჯიშია. ვქეიფობდი. პარტნიორობას მიწევდა, სპარინგობდით ერთმანეთში, კიდე ჩემს მაკაცებთან ერთად ვარჯიშობდი. და გამას რაც შეეხება, შემაყვარა თავი, სუმსუურს აქ ბრძოლა. ისე ჭიდაობით, MMA მირჩევნია. MMA რო იყო შემოტანილი აქ, გამიხარდა, მომეწონა, მე სიამონა, მაგრამ იმას სხვა ხიბლი აქვს, ამას სხვა ხიბლი აქვს. რავი, შემოგთავაზებთ კარგ ბრძოლას, იდეალ ბრძოლას და რაც შეეხება გიორგის. რავი, ერთ რაუნდს ვფიქრობ, რომ პირველ რაუნდში დავუმთავრო რა. პირველ რაუნდში დავუმთავრო, მაგას ვფიქრობ მე რა. პირველივე წუთში. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, გიორგი მქვია. კი, წინა ბრძოლა წავაგე ჯამთველობის მიზეზების გამო, მაგრამ ეხლა უკან დახევას არ ვაპირებ. მე ვფიქრობ პირველ რაუნდში გამარჯვებას, მაგრამ პირველიც შეიძლება იყოს მეორე და მესამე. უკან დახევას არ ვაპირებ. მე პირველში ვფიქრობ, რომ დავუმთავრო. ნახოთ. უკან დახევას არ ვაპირებ. ქულები თუ გავიმარჯვებ, მაყოფილი იქნები, მაგრამ რო გავდიდინე რომ გავიმარჯვო, მინდა ის ბრძოლა რაც ალბათ არ გამიმართლა, ალბათ ასე იყო ფრის გამო ფრის მიღება საჭირო რომ წავაგე, ისეთ სულზად
მინდა დავამტკიცო უკეთესი მებრძოლი ვარ და მინდა რომ პირველი რაუნდში ნაკაუტით მოვიგო. ყველა საუკეთესო ვარიანტს განიხილავს, მაგრამ მე მინდა რომ მე გავიყვანო, მე გავდივარ პირველი რაუნდში. მებრძოლი გთხოვთ ჟესტიკულაციის დროს მიკროფონი პირთან გვეკავოს, გიო. თორე არ ესმის ჩვენს მაყურებელს. ნუ რა, პირველ რაუნდში გავიმარჯვე რა. ნოკაუტით ავუწევ. აუ, მე მასე ვფიქრო, რომ პირველ რაუნდში მე დაგაძინებ, აი სადღაც დაგაძინებ რა, რომელიმე პაკეშკაზე ჩამოგადებინებ თავს, თან უეჭველს გეუნები რა, აი უეჭველს გეუნები, რომ პირველ რაუნდს ვერ გამიქაჩავ. შანსი არ აქვს უბრალოდ რა. აი უბრალოდ შანსი არ აქვს. მაყურებელს ერთ რაღაცას ურჩევა უმყუროს რა ჩვენ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩემი ბრძოლებით მე თვითონვე არ ვარ ხმაყოფილი, მაგრამ ხმაყოფილი მე თვითონ არ ვარ ჩემი ბრძოლებით, ზოგადად, მაგრამ მე იგეთ ბრძოლას შემოგთავაზებ, რომ შენ ცხოვრებაში მაგნაირი ბრძოლა, რავი, არ გეკნება ნანა. მე მაქ დიდი ბოდიში. ლუკა, ახლა ჭიდაობა დავინახეთ MMA-ის შენი გამოსვლებით, რომ კარგა გამოგდის, თუმცა უშუალოდ სტრაიკინგში გაკ გარკვეული ხარვეზები თუ რავი რა დავარქვა, ხო? დავხვეწე ეს ყველაფერი, დავხვეწე, იდეალურად დავხვეწე. რა მეკითხვა უშუალოდ იმისკენ მაქვს, რომ რამ მოგცა ეს თავდაჯერებულობა, რომ გიორგის პირდები, როგორც იცი გიორგის კაი გამოცდილება აქვს სტრაიკინგში, რომ პირველივე რაუნდში შეძლებ მის დაძინებას. პირველ რიგში იმას ვამბობ, რომ მომზადებაც გავიარე კახეთში, ანწუხელიძის სახელობის დარბაზში გავიარე, მომამზადეს ბიჭემა. აი ხოძე ვარ, აი მე მაგარი ხოძე ვარ და შემოგთავაზებთ, რა, აი მაგარ ბრძოლას შემოგთავაზებთ თან. იგეთ ბრძოლას, რომ აი, რავი. ნახოთ, მე გამოცდილება მაქვს სტრაიკინგში, კლუბშიც კარგად მივაჯიშე, ხა ის თვეები რაც აქტინიტი პროცესი მქონდა ჯანმრთელობითაც მაგერია, სპარინგები, ძიმე სპარინგები მქონდა. 8 წლიანი გამოცდილება მაქვს სტრაიკინგში და ვფიქრობ მე გამოცდილების და ეხა ჯანზიც კარგად რომ უეჭველი მოვიგი. მაგრამ ნახოთ, მაყურებელი ნახავს რომ აი შეიძლება აგერ გაგიშვა ნოკაუტში, ან აგერ, ნახოთ რა. უკან არ და. ვასეც ნუ ვფიქრო მაგ ხელა ამბიცია, რა ვიცი. აუ ნახოთ. კეთილი. მოდი, მაშინ მეკითხები პირადად არ მაქვს, მაყურებელს დღეს არ ვეკითხები მე დღეს არაფერს, ვინაიდან ჩემი ასე ვთქვათ, ყველანაირი იმედები გააქარწყლეს, ძალიან პასიური პუბლიკა ყავს. ამიტომ ბიჭებო, დავაბრუნოთ მიკროფონები და დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. ლუკა შარმაზანაშვილი, გიორგი შალამბერიძე. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. მაშასე, შემდეგი ბრძოლა ჩატარდება 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველი მებრძოლი, რომელიც მე მინდა ჩვენს საბურავებში ვიხმო, გიორგი ზვიადაური. მოგესალმებით. გიორგის მეტოქე კი არჩილ შავიძე. არჩილ, ხო მიკროფონი გამოართვი. კეთილი. მებრძოლებს ვთხოვ, წარადგინოთ თქვენი თავი, თქვენ კი გაქვთ გამასრინგზე რამოდენიმე ბრძოლა, ორივეს ჩატარებული გიორგისამი, არჩილს 2. თუმცა შეახსენეთ თქვენი თავი, ჩემი თხოვნა იქნება. 2 სიტყვა მოყევით თქვენს შესახებ, თქვენს გამოცდილების შესახებ, მოიწიე გიო ჩვენთან. და რას აპირებთ, რას გვიპირებთ? მოგესალმებით ყველას. მე მოგებასავირებ რა თქმა უნდა. პირველივე რაუნდში გამოგიტყდები, მოდი რა და ნოკაუტზე ნოქს გაცვლა. მაგრამ იცის ამ ადამიანმა ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ სპორტულადაც და პიროვნულად პატიოსება, მაგრამ მოსაგებად მოდივარ და რა ვიცი, ყველაფერს ჩავდები რა, არანაირი დანდობა და არანაირი გაჩერება არ იქნება რა, მოკლედ ღვთის იმედით, ჩემი შრომის იმედით გამოდივარ. და რა ვიცი, მეტყობა კიდევაც გონი როგორ ვზადები. კი. რა ვიცი, ჩემს იქით კიდე წარმატებები და უტრამო ბრძოლები და ყველას მებრძოლებო, ყველას ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ რა. ღმერთი იყოს ჩვენი თავი. აი ხარ გიორგი.
ყველას მოგესალმებით. ორიოდეს ვიტყვი რომ ვარ არჩილ შავიძე რუსთავიდან. სიამოვნებით ვიბრძოლებ გიორგი, შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ უბრალოდ ერთი კვირის შემდეგ მე თავისკებას არ დავიწყებ, ტრაბახს არ დავიწყებ. გაიმარჯოს იმან, ვინც უკეთესად იქნება მომზადებული, ჩემო უმცროსო მეგობარო, უმცროსო თანამემამულეო, ენაცვალი გულშიც მო. მინდა რომ ყველა სინასარ გისურვოთ ბიჭებო, წარმატებები ყველაფერში, ცხოვრებაშიც, სპორტშიც, ყველას გენაცვალეთ მაგ ვაჟკაცურ გულში. მე მიხარია რომ როგორც დავთქვი, კარგ ფორმაში ხარ, ემზადები, მე მინდა რომ შენი მაქსიმუმი ჩადო ამ ბრძოლაში, ჩემთვის ეგ იქნება საამაყო, რომ იქნები შენ საუკეთესო ფორმაში და მე დაგამარცხებ შენ, ნუ მე ამის სურვილი მაქვს და ღმერთმა იცის რა იქნება იმ დღეს, მაგრამ მე ჩემსაც შევეცდები, შენსაც შეემცდები, მაგრამ ეგ ეგრეა ყოველთვის. მეც ვეცდები რომ ჩემ მაქსიმალურ ფორმაში დავხვდე და კარგი ბრძოლა ჩავატაროთ. აქ არ იქნება ოქტაგონი, აქ სირბილს არავინ დაიწყებს, ვფიქრობ რომ უფრო უხეში ჩეხაობა და უფრო ვაჟკაცური ბრძოლა წავა, როგორც ამ ბაგრიშკებს შეეფერება რა. ჩემი სტილი ეგაა ზოგადად. მე არაფერს არ ვიტყვის ეს ახლა აი მე დავამატებ ჩემ ხრიდან მე უბრალოდ მიხარია რომ ბიჭები ასეთი მუხტით არიან მოსული აქამდე მესმის რომ ძალიან სასტიკი თამაშია რაღაც კაცური ძალიან თამაშიც არ არის ჭხუბია ბრძოლა ომია მაგრამ კაცნი ვართ და ეს გვიხარია და ზუსტად აი ეს არის ის ზღვარი სადაც აქ ამ საბურავებს რომ გადალახავ კაცი და ყველაფრის უფლებას აძლევ თავს და ამავე დროს მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ რომ არ არის აქ რაღაცა ტყვილი და რაღაც უბრალოდ აი ლამაზი ფრაზებით შემოფარგლული წარმატებები ძმაო და წავედი და რინგზე ვნახოთ ვინ არის ძლიერი რეალურად ტრეშტოკიც ეს არის რა ტრეშტოკიც ეს არის რომ სიმართლეს ეუბნევი ადამიანს, ხო, რომ აქ ყველა გასამარჯვებლად გამოდივარ და ერთმანეთში ბრძოლაში ძლიერდებით და ქართული მუშტიკრივი გვინდა რომ გავიტანოთ საზღვარგარეთ. გავა. გამა, აიგარი, ნახდათ. გავა და გამაგავა, ბატონო. ჯიგრები ხართ ბიჭებო, რავი, მე თქვენ თუ არ გაქვთ დასამატებელი არაფერი, მეც აღარაფერი მაქვს. მოკლედ, ხვალ რომ თუ შევძლებ გამარჯვებას, რა თქმა უნდა, ხო, ერთ კვირაში მე მინდა 70 კილოგრამის გამარჯვებას შევუტიო. რა ვიცი, ნაირსა და კორტავას შორის გამარჯვებული შეხვდები. ნუ ეხლა მე სიმართლე ვთქვა, ეჭვი არ მეპარება რომ შევხვდები და გავივლი ძალიან მარტივად ხვალინეკეს შემდეგ კვირას ბრძოლას, მაგრამ თავს ვიმდავლებ და გაიმარჯვო ძლიერმა ესე ვიტყვი. გულში გენაცვალეს და მაგ ამბიციებში. შესანიშნავი. დავაბრუნოთ მიკროფონი და დავაპირისპიროთ მებრძოლები. გიორგი ზვიადაური, არჩილ შავიძე. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ ჩვენი მებრძოლები. ჩვენ კი დიდხანს არ გავწელოთ და გადავიდეთ შემდეგ წყვილზე. შემდეგი წყვილი მურმან იმნაძე. სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ერთად არაა, ვინაიდან წინასწარ გითხრა მიზეზებია კაც. თუმცა ვახო ხვიჩავა! აგერა! ვახო, გთხოვ, მიკროფონი გამოართვა, ორიოდე სიტყვით გავაცნობ დაგასწრებ შენ თავის გაცნობას ჩვენს მაყურებელის და რა თქმა უნდა შენ მოგცემ სიტყვას. ვახო, ავიყვანეთ ჩვენ სპარინგებზე 2 თვის წინ, ხო სწორი ვარ? და საკმაოდ შთამბეჭდავი და სისხლიანი ბრძოლა შემოგთავაზა მან. ამის გამეორება, როგორც მინიმუმ გამეორება და როგორც მაქსიმუმ უკეთესი ვერსია ვინდა ვნახოთ ერთ კვირაში 21 მაისს და ვახო აბა გითხარი რა მზადყოფნაში ხარ და რას ველოდოთ ჩვენ ორგანიზატორები და გამასწავლებელი შენი და მურმანის ბრძოლისგან მაქსიმალურად შევეცდები 78 კილოგრამში ჩავიდე და მომზადებას გავდივარ და მაქსიმალურ ენერგიას ვდებ და შევთავაზებ მაყურებელს ლამაზ ბრძოლას
შესანიშნავი. შენს მეტოქეზე თუ ხსმენია, რამე თუ გიყურებია მისი ბრძოლების. კეთილი. როგორ ფიქრობ, რამდენად დიდი უპირატესობაა მურმანისთვის ორი ჩატარებული ბრძოლა, მათ შორის შიშველ მუშტებზე. ეს დიდი უპირატესობაა მისთვის შენთან შებრძოლებისას თუ არ წარმოადგენს შენთვის პრობლემას, არც პაკრიშკები, არც სხვა სიგიჟე, რაც გამასწუფებს. არა, არანაირი პრობლემა არა. კეთილი. კარგი. მე ვისურვებდი რომ არჩილის შემდეგ ბრძოლისთვის ცოტა მეტი ასე თქვა ტექსტ მომზადებული ტექსტით მოვიდეს, თუმცა მას წარმატებებს უსურვებ ამ ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა უტრაუმოდ დამთავრებას. ძალიან სანახაობრივი ბრძოლა მინდა მე ვნახო შენი და მურმანისა და რავი ვერ დაგიპირისპირებ დღეს ვერავის, თუმცა მე შენ გპირდები რომ 31 მაისს ძალიან მაგარი ბრძოლა გველის. ამიტომ კამერებისკენ ვახო ხვიჩავა! გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. მაშასე ეს ვაშკაცი არის ფრიად გამოცდილი მოკრივე, თუმცა გამას რინგში ის დებიუტანტია, ირაკლი ჯეირანაშვილი. ირაკლი, გთხოვ მიკროფონი იმარჯვე. ირაკლის მეტოქია დღეს ნიკა ბერსერკერ ბარსაგიანი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. გამარჯობა ბიჭებო. ძალიან საინტერესო ბრძოლა გველის ჩემი აზრით. უპირველეს ყოვლისა ირაკლი შენთან მაქვს მე კითხვა, რამდენად ასე ვთქვათ, ისეთი გამოწვევა თუა შენთვის ეს ბრძოლა, უშუალოდ კენტუსები, უშუალოდ საბურავები და გამასრინგი. მოგესალმებით ყველას, წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა ეს ყველაფერი და ყოველთვის მაინტერესებდა, ყოველთვის თვალს ვადევნებდი გამას და მომეცა რა დღეს იმის საშუალება რომ გამოვიდე და წარმოვაჩინო ჩემი თავი უშუალოდ გამასრინგს. შესანიშნავი. ნიკა, შენი არაერთი სისხლიანი ბრძოლა გვინახია უკვე გამას ოქტაგონშიც, გამას საბურავებშიც. არ არის ეს სეკრეტი, რომ ბოლო ორი ბრძოლა არც ისე წარმატებულად დამთავრდა. იყო ამისთვის გარკვეული მიზეზები, რომელიც შენ გაგვიზიარე. ახლა რა მზადყოფნაში ხარ, რა ფორმაში ხარ, იმიტომ რომ როგორც ასეთი შენ დაგვანახე, რომ ძალიან მებრძოლი სულის პატრონი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად არ ხარ დახვეწილი, უკვე მე მგონი ორი თუ არ ვწდები, ორი მოკრივე იმსხვერპლე, ხო? და უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს, როგორ დუხზე ხარ ახლა? ეხლა შესანიშნავი. და ტექნიკურად თუ დახვეწე? ტექნიკურად შენი ბრძოლა. ისე ვერ დახვეწე, როგორც უნდა დამეხვეწა, მაგრამ კარგ ფორმაში ვარ. როგორც პირველი და მეორე ჩხუბი ჩავატარა, ისე ჩხუბს გვირდებით ეხლაც. იმედია სამივე რაუნდი გაგრძელდება ჩვენი ჩხუბი. არ გამორიცხავ რომ ნოკაუტი დამთავრდეს და შეიძლება ჩემო წინააღმდეგს წარმატებას ვსურვებ ყველაფერში, რინგზე რაც ხდება, რინგზე რჩება და წარმატებას გისურვებ დამჩენ. მოგრჩება. კეთილი. გაკამისაფრული. კეთილი. რავი, მე მგონი სათქმელი ნაკლები დარჩა. დაუბრუნოთ მიკროფონები ჩვენს დამხმარებს და დაუპირისპიროთ ეს ორი ვაშკაცი ერთმანეთს. ირაკლი ჯეირანაშვილი, ნიკა ბარსაგიანი. კამერებისკენ. აპლოდისმენტები მებრძოლებს. ახლა კი გადავიდეთ ცოტა მძიმე კატეგორიაზე. გავზარდოთ ბიჭების წონა, დარტყმების ტონაჟი.
და მე მინდა პირველი მათგანი ვიხმო, ეს ბრძოლა შედგება 93+ კატეგორიაში. და მე ვიხმობ გიორგი ძაძამია. და გიორგის მეტოქე 31 მაისს გახლავთ გიორგი შუბიძე. ჩვენს მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ გიორგი იგივენაირად როგორც მეორე გიორგი ავიყვანეთ გამას სპარინგებზე. გიორგი შენ სადღაც თუ სწორად მახსოვს 7 თვის წინ აგიყვანეთ. შენ გიორგი? კი, 2 თუ 3 თვის წინ. სხვადასხვა გიორგის სპარინგები დევს გამატივიზე ექსკლუზიურად, გამატივიზე ბევრი რამ დაიდება. მოვიწიოთ ცოტა ბიჭებო ახლოს, შევიკრათ. ბევრი რამ დაიდება ექსკლუზიურად. ამიტომ მეტი მიზეზი გაქვთ რომ შეიძინოთ გამატივი წერტილი G. გიო ძალიან მაგარი ბრძოლა გვაჩვენე შენ სპარინგების დროს. რაღაცა აი როგორ თქვა, რაღაცა პოეზიასავით გამოიყურებოდა ეს. ძალიან ორგანულად, ძალიან გიხდებოდა გამას რინგი, შენ გამას რინგს, ერთმანეთს ძალიან მოუხდით. ძალიან აი ესეთი ტექნიკურად ვერ ვიტყვი რომ ძალიან დახვეწილი ბრძოლა იყო, მაგრამ იმდენად აი ჟილკა გარეული იყო, იმდენად დიდი სიამოვნება იგრძნობოდა შენს თვალებში და შენს აი რაღაცნაირად кайფობდი ამ სიტუაციით, ამ ბრძოლით და მე მგონი ყველა მაგისთვის არის აქ მოსული რომ აი აქ ცოტა ახლოს შეგიძლია შემოვალთ ყველა მისიამოვნოთ ამ ყველაფერს რასაც აი ზუსტად ეგ ვიგრძენით რომ ნახდათ გესიამოვნა ეს სიტუაცია. ისე აქ არავის არაფერი ასექმე მე ესე მგონია რა. ნახდათ ჩვენს ამ ფილოსოფიით დავიწყეთ მე და გიგამ ეს ყველაფერი და იგივეს ნახავთ თუ არა ბადურ გვალაპარაკე ხა იგივეს ნახავთ თუ არა ამ რინგზე იგივენაირი შემართებით თუ ხარ და ფიზიკურ მზადყოფნაში როგორ ხარ. გამარჯობათ, მოგესალმებით ბიჭებო ყველას დამსე საზოგადოებას. გიორგი ვარ ძაძამია. მოხარული ვარ დღეს აქ ვარ რა და რაც შემეძლება მაქსიმალურს დავდებ 31-ში. ყველას მშვიდობიან საღამოს და ყველაფერ კარგს გისურვებთ. შესანიშნავ. შესახნიასთან გადავალ მაშინ. გიორგი, სამწუხაროდ მე პირადად არ ვიყავი იმ დღეს სპარინგებზე, ხო? თუმცა მონაყოლიდან ვიცი რომ ძალიან დამაჯერებლად იასპარეზე. მოგვიყევი უბრალოდ შენს შესახებ, გაგვეცანი უკეთესად და რას ველოდოთ 31-ში, ესეც რომ გვიამბო. ყველას მოგესალმებით, მე ვარ გიორგი შუბიძე. რაც შეეხება 31-ში იქნება ძალიან მაგარი ბრძოლა, მაგას გვირდებით. მე და ეს ვაშკაცი მაგრად მიჩხუბებით და ვიჩეხავით ერთმანეთში. და მაგით მაყურებელს ვასიამოვნებთ ყველაფრით. შესანიშნავი. უბრალოდ გიორგის ბრძოლა მე ვინაიდან პირადად მაქვს ნახე, აი რაღაცნაირად ადამიანი აი სიამოვნებს ეს პროცესი და აი შენს შესახებ რომ მოგვიყვა იგივე შენს გიო შენ ბოქსი დამოდიხარ ხო როგორც ნუ ბოქსის გამოცდილება გაქვს ხო სადღაც რაღაც ოკეი აი შენს გამოცდილებაზეც რო გითხრა ორიოდე სიტყვა და ზოგადად რატო იბრძვი ასე ვთქვათ იგივე мотиваცია გაქვს თუ ოდნავ განსხვავებული არა იგივე სიამოვნებს ბრძოლა და ბრძოლობ მაქსიმუმ 8 თვეა კრივზე მუშაობ მაგისთვის და ყოველდღე ვითარდები და ვხდები საუკეთესო შესანიშნავი. რავი, სათქმელი მე მგონი ცოტა რა აღარაფერი დაგვრჩა. დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. არა, ერთმანეთის წინაშე. გიორგი ძაძამია, გიორგი შუბიძე. კამერებისკენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები მებრძოლებს. მეგობრებო, სანამ გადავალ პრელიმების
მთავარ ბრძოლაზე გამოწვევის დაფიქსირება სურს ჩვენს ვაშკაც. ნიკა, მიკროფონი გადაეცი. მობზანდი, წარგვიდგინე შენი თავი და მოგესალმებით ყველას, სულ 2 წუთს წაგართმევთ. მოკლედ 3 მაისს ვიყავი გამას ღია სპარინგებზე, მოსული და ჩავატარე ბრძოლა. გავიმარჯვე მეორე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით და ორგანიზატორებო თქვენ მოგმართავთ. ჩემი თხოვნა არის რომ მომცეთ ბრძოლა 60 კილოგრამში. გამას შემდეგ ივენცე 21 ივნისს. და თუ ჩემი ეს ბრძოლა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შემდეგ ივენცე ვიბრძოლო, მაშინ შემიძლია მზად ვარ, რომ ნებისმიერთან ვისპარინგო, ჩემ წონაში ოღონდ 60 კილოგრამში. 60 კილოგრამში ნებისმიერთან გესპარინგებით თორე. ნებისმიერთან ნებისმიერ დროს არ აქვს მნიშვნელობა და დავამტკიცო, რომ ვარ ღირსი გამაში ბრძოლის. შესანიშნავი. სახელი და გვარი რო გამიმეორო უბრალოდ. ბექა კერესელიძე. ბექა კერესელიძე. ბექა, მე ვფიქრობ უბრალოდ რომ შენს სპარინგს გადავხედავ და აზრად ძალიან სერიოზული მეტოქე მყავს შენთვის, არც გავაჟღერებ ჯერ, იმიტომ რომ სპარინგის გადახედვა მინდა, თუმცა მე გპირდები პირადად როგორც მთავარი მატჩმეიკერი გამასი, რომ მაქსიმუმს დავდებ იმისთვის, რომ შენი დებიუტი ჩაატარო ჩვენს მომდევნო ივენტზე, ანუ ივნისის შეჯიბრზე. კი ბატონო, რავი თუ გინდა, ეხა დარბაშიც თუ ვინმე არის, ვისაც სურს 60 კილოგრამში ჩხუბი, თქვენც არ იქნებით წინააღმდეგი, არაა პრობლემა, ნებისმიერთან ვიჩხუბებ. ვიჩხუბოთ, ბიჭო. ვიჩხუბოთ, ბიჭო. მაგრამ 7 ივნისს გეგმავთ გამას ღია რინგს, ამიტომ შენ სურვილი თუ გექნება და ივნისის რა თქმა უნდა, მაგისტრის ვარ მოსული. ვერ მოითმენ. 7 ივნისს გელით და კიდევ ერთხელ ჩაატარე და თუ ამის აუცილებლობას არ ხედავ, უბრალოდ მე შევხედავ კიდევ ერთხელ შენ ბრძოლას, როგორც თქვი, გავივლი გამას მატჩმეიკერებთან და შეგირჩევთ მეტოქეს. ოღონდ სერიოზული განსაცდელი იქნება, მზად იყავი. კი, მზად ვარ ყოველთვის. ყველა დროს. შესანიშნავი. მოვრიგი. მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა რა, რომ მეთქვა და 31-ში წარმატებებს გისურვებთ სულ ყველას და სანახაობრივ ბრძოლას გვაჩვენებთ. მადლობა ბექა. გისურვებთ. დააბრუნე გთხოვ მიკროფონი და როგორც შეგპირდი, პროსტ რუხაბაზარი არ იყო, რეალურად დავამუშავე ბრძოლას და 90%-ით გაჩხუბებ გამას ივნისის ივენტზე. ჩვენ კი გადავიდეთ პრელიმების მთავარ ბრძოლაზე, ან დამაგვირგვინებელ ბრძოლაზე და მე მინდა წარგიდგინოთ დიდი ალბათობით ჩემი თანამემამულე ანრი ბესტავაშვილი უკვე ნანახი ყავთ გამას ძალიან სისხლიან სპარინგებზე, რომელიც ზამთარში ჩავატარეთ, ხო ანრი? და ანრი გამას რინგს მიკროფონი რომ მიმარჯვო გაიზიარებს ლაშა გოძილა მინაშვილთან. მიკროფონი რომ დაითრიო ლაშა. ძალიან მიხარია ამ ბრძოლას რომ ვაანონსებ, ცალკე სანახაობას ველი ამისგან. გოძილა, შენ ჩვენთან ერთად ხარ, აი, გამას დასაწყისიდანვე, ჯერ სექტორში რომ სპარინგობდი, მანდედან გვახსოვს ერთმანეთი. ანრი, ჩვენ გავიცანით წინა ზაფხულს ერთმანეთი, თუმცა ზამთარში უკვე გადაწყვიტე რომ და გეტყობა კიდევაც რომ გადაწყვიტე ფორმაზე, რომ გამას შემოუერთდე. ძალიან დიდი მოლოდინია ჩემ მხრიდან ამ ბრძოლისადმი. ანუ ძალიან სისხლიანი სპარინგი შემოგთავაზე, ძალიან კონკურენტული ბრძოლა. ისეთი სპარინგი იყო, რომ დავინანე, რომ გამას რინგზე რო არ შედგა ეს ბრძოლა. და შენთანმა კითხვა, ანუ რა ფორმაში ხარ? გეტყობა, რომ
დიდი ალბათობით უკეთეს ფორმაში ხარ, ვიდრე სპარინგებზე გვაჩვენე თავი და რას ველოდოთ? იგივე სისხლიან ბრძოლას თუ გვაქვს იმედი რომ ველოდოთ თუ სხვა სურათი გველის 31 მაისს? 20 წლამდე გორის ბოქსის სკოლა მაქვს გავლილი და სპარინგებზე ვიყავი ჩამოსული უბრალოდ იმ ძველი ჩემი ბოქსის იმედად რა. დიდი მომზადება არ გავიარე სპარინგებისთვის, მაგრამ გოძილასთან ბრძოლისთვის კარგად მოვემზადე. წონას დავიკელი სისტრაფისთვის ჭირდებოდა. გამას რინგზე რაც შეიძლება რომ მქონდეს მე გეგმა, მაქსიმუმს გეგმავ, ნებისმიერს დავესხმები თავს. აზრი არა, გოძილა იდგება ჩემს წინ თუ ნებისმიერი სხვა. შესანიშნავი. ლაშა, შენ რომ მოგვიყვე ორიოდე რა, მოგვიყვე ვცლად, სადიყავი, მოგვანატრე თავი, წინა ბრძოლა წარმატებით დაამთავრე და თითქმის ერთი წელია ხო თითქმის გასული. დაგვიბრუნდი, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის და გითხარი, აბა რა მზადყოფნაში ხარ, რა მომზადება გაიარე, შენს გეტყობა ტანზე შელახული ხარ, კარგა გაქვს წონა დაკლებული და რა სურათს ველოდოთ 31 მაისს? სალამი ყველას. მეც მიხარია ამ რიგზე რომ გავარ და გესაუბრებით გხედავთ. მომზადებას შეეხება ვემზადები, მომზადებს, აი მართლა პროფესიონალი მოკრივე მომზადებს, კიდე ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში და არ მინდა რომ იმედები გაუსრულო პირველ რიგში მათ. კიდე რა მინდა? არ მინდა რომ აი ბოლო რაც კი მიბრძოლია ამ რინგზე, არც ერთი ბრძოლა არ იყო ჩემი ბრძოლა. მივხვდებით იმისა რომ მოგებაც რო იყო ისიც არ იყო ჩემი ბრძოლა. ერთხელ და სამუდამოდ მინდა ამ რინგზე ვაჩვენო რეალური ჩემი თავი, იმიტომ რომ ის სხვა ფაქტორები არის ხელი შემშლელი, რაც აი მაგალითად რაღაცა უაზრობები რა, რაღაც უაზრობები რომ მომდის ხოლმე, ეს არის რაღაცა ფაქტორები რა. მინდა რომ რეალურად ტექნიკა ვაჩვენო ის რაც შემიძლია მართლა ამ რინგზე. და იმედი მაქვს, დიდი იმედი მაქვს რომ გამომივა, იმიტომ რომ ამ შრომობ ამისთვის, აგერ წონაშიც დავიკელი 20 წლის მერე დავიწყე სირბილი ისე ვარჯიში ინტერსიგური, იმიტომ რომ არ ვარჯიშობდი აქამდე მართლა ესე მონდომები როგორც ახლა ვარჯიშობ და ღმერთმა აქნასო დამიფასდება იმედია ეს შრომა. მე ასე ვფიქრობ, რომ დამიფასდება. რავი, მე პირადად კითხვები არ მაქვს და დავაბრუნოთ ბიჭებო მიკროფონები და გაუყაროთ თვალი თვალს. ანრი, გრიზლი, ბესტავაშვილი, ლაშა, გოძილა, მინაშვილი მეგობრებო! კამერებისკენ! კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს! მაშასე, 31 მაისს ეს 6 ბრძოლა რა ჩაივლის. პატარა პაუზის შემდგომ ჩვენ გველის პირველი ბრძოლა არც ერთი მებრძოლის სამწუხაროდ აქ არ არის, თუმცა ორივე არის გამოცდილი მოკრივე, ორივე გამას რინგზე უკვე ნანახი ყავთ. გიგი ბერიძე და სანდრო ჯაჯანიძე. მიუხედავად იმისა, რომ არიან მოკრივეები, შეხვდებიან მუშტიკრივის წესებით და ჩვენ ვნახავთ ვისი მუშტიკრივი აჯობებს. მადლობა. ხოლო გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ერთ-ერთი მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საჩემპიონო ბრძოლები, მაგრამ შემდგომი ყოველივე ბრძოლა კაი ხაიპითაა მოცული. და პირველი მათგანი ეს კაცი მოგებების სერიებზეა და დიდი ხანია ითხოვს შიშველ მუშტებზე რევანშს. და ეს არის მერაბ Desert Eagle გუკასიანი. მერაბ შენ მას ითხოვდი და ის აქ არის დავით The Stoner ბადურაშვილი.
ბიჭებო დეჟავიუსავით მაგ ახლა მე სულ მაგ ხოლმე დეჟავი ყოველ ბრძოლაში შენ ხო შენ გექნება მაშას ბიჭებო ანუ წინა ზუსტად მახსოვს წინა ივენტზე წინა რა აი თქვენი ბრძოლა რო იყო რომ მერაბის და შენი ტრეშტოკი რილსიც გავაკეთეთ ახლა ტრეშტოკიც კაი იყო შეპირებაც შესრულებაც ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო ზოგადად ანუ მერაბი მეორე რაუნდში თუ მესამეში იყო მეორეში ორივე რაუნდს ნუ ეხა ჩემ ვაგებდი ორივე რაუნდს კი აშკარად თან და საჯების კარდებზეც იგივე სურათი იყო თუმცა შენ თითქოს და რაღაცა იცოდი წინასწარ მე არაფერი არ ვიცოდი არ იცოდი აბა გვატყუებდი ყველას უბრალოდ ყვაპოლებდი დავით მართლა ისე თავდამაჯერებლად იძახდი ამას ჯერ ლაშასთან შეასრულე გამივარდა რა უბრალოდ აი გვეღადავები ახლა თუ რა ხდება მიდი მოგვიყევი რა ხდებოდა ახლა ანუ არაფერი არ ხდებოდა მართლა რა უბრალოდ ვგრძნობდი რომ შემეძლო ამ ადამიანის გათიშვა მართლა იგივეს ვგრძნობ ეხაც რა მაგრამ ეხლა რაღაც პატარ-პატარა ფაქტორები მაქვს ზოგადად იქ ხელი ვითქინე ცოტათი მაგრამ ამას ძალი ხელი დაწვე მაგაზე პრობლემა რა იმ მომენტში არ ვიცი ვგრძნობდი უბრალოდ რაღაცას რა და ეგრე მოხდა რა ისევე მიქავასთან როგორც ლაშა მიქავასთან მოხდა თუნდაც კეთილი მერაბ შენ გვანახე შეკითხები მაგრამ ჯერ მერაბისთან მაკითხვა შენ ბოლო ორ ბრძოლაში გვანახე აშკარა წინსვლა აშკარა ნუ შეცვლა რაღაც გეიმპლენის გეგმის მომზადების გეგმის თუ ბრძოლის გეგმის არ ვიცი რას დაუკავშირო ეს შენი დამაჯერებელი მოგებებიდან ვერ იტყვი რომ როგორც აი დავითმა თქვა რომ გამივარდაო ხო არ იყო ესეთი ბრძოლები ანუ თორნიკესთან სკარფეისთან თავიდანვე კარგა შეუტიე და ბოლომდე შეასრულე შენი გეგმა რატისთან შემოატრიალე ბრძოლა თორე თავიდან საკმაოდ ესე შეგიტია სერიოზულად და რაღაც მომენტში ვიფიქრე კიდევაც რომ გატყდებოდი ბევრი გატყდებოდა განა იმიტომ რომ აი მერაბი არა უმეტესობა გატყდებოდა ასეთ შეტევის შემდგომ თუმცა შენ მოიკრიბე ძალა და შემოატრიალე ბრძოლა და ანუ ორიოდე სიტყვა რო გითხრა რა შეცვალე შენს მომზადებაში და ამ აი როგორც ბრძოლის სურათი რა სხვაობა იქნება ამ ბრძოლაში როგორ ფიქრობ შენ ვიდრე წინაში იყო მოგესალმებით ჯერ პირველ რიგში ყველას დამსწრე საზოგადოებას მაყურებლებს და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გამას ორგანიზაციას რომ მომცა შანსი და კიდე კვლავ გავიზიარებ რინგს დავით სტოუნერ ბადურაშვილთან მომეცა რევანშის შანსი და მე რა ვიცი ყველაფერს გავაკეთებ რომ გამარჯვებული გადავიდე ამ რინგიდან რა მოგების სერიაზე ვარ ეს წელი მოგების სერიით დავიწყე და ესე გავაგრძელებ გეგმაში ესია რა დანარჩენი როგორ ნუ მაგას 31-ში ვნახავთ ეხა მე არაფერს არ შეგფირდები არც მე არ შეგფირდები კი ბატონო 31-ში გავარდა 31-ში გავარდა არა ბარჩი რა თავისით მიგუშვა რა ნახოთ ერთი სიტყვით მზად ვარ მომზადებაში რა შეცვალე ვგრძნობ პირველ რიგში ანუ მე მარცხები რომ მქონდა იმის მერე 7 თუ 8 თვე გამოტოვი აქ აღარ მიბრძოლია და პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ისე დავლაგდი და ისე კარგად ჩამოვყალიბდი რომ ძალიან მყარად ვგრძნობ თავს რა და ფიზიკურ მომზადებაშიც ბევრი ცვლილება შევიტანე ვემზადები, ნუ შეიძლება ითქვას, რაც გამაში მიბრძოლია, ეხლა ვარ საუკეთესო ფორმაში რა 31-ისთვის, ვიქნები იდეალურ ფორმაში, სხვა დანარჩენ ბრძოლებთან შედარებით და მე კიდე მომატებას ვაფრთხილებ. და კეფაში აღარ მირტყა მეტი არაფერი რა. ბაზარია რა, შენს კეფაში მეტი არ გაგივარდეს და ბაზარია რა. კარგი, დავით. კეფა და ყურის ძირი განსხვავდება. ხო, გამაში კეფა და ყურის ძირი სხვადასხვა რამეა.
ხო, მაყურებელს შევახსენებ, რომ აი 4 თითი. ხო? 2 თითი აქეთ, 2 თითი იქით. აი ეგ არის კეფა. ყურის ძირი კეფა არ არის. ხოლო, დავით, შენს მიმართ რა კითხვებიც მაქვს? რა მზადყოფნაში ხარ ახლა? წინა მერაბისთან ბრძოლაში მე პირადად შეგატყე, რომ არიყავი ფორმაში. უბრალოდ არ გივარჯიშია, როგორც სხვა 18 შენ ბრძოლაში. არა, ნუ კი ხუმრობთ, მაგრამ მე 20-ს ეგეთია, ეხა შენ დაი. მართლა? კაი, რატო მე? აი რატო უდგები შენ? ალბათ ცხვირში უნდა ამოვირთხარო, მივხვდე რა და რავი, შეიძლება ხვალინდელი თუ ხო როცა იქნება ამის დღე იყოს ეგ და ამოვირთხა, აი ხო არ ვიცით არავინ რა. იმედი მაქვს, რომ ეს რაღაც წვრილს შეიტანს ჩემთან ბრძოლა იმაში, რომ რა ვიცი, როგორ ჩენი ძახი ცხვირში ამოვირთხა და მე შემდეგ რაღაც ვარჯიში გადაწყვიტო და გავიყავ შენთან და რამე ეგეთი არ არსებობს სვეტში რა. შენთან ყოველ შემთხვევაში არა. მაგრამ ჩემი რუტინა ისე გრძელდება, როგორც აქამდე გრძელდებოდა 19 ბრძოლაში, მე 20-ს იგივენაირად რა. ეს მე-20 ბრძოლაა? კი, მე-20 ბრძოლა. საიუბილეო ბრძოლაა. და მაგიტო არ უღალატე თავს და რას მერჩი გიორგი? შენ თუ ფიქრობ, რომ ცოტას უხდით, არ არის ასე. ნუ არა, დავით სხვაზეა. მაგრამ მოყომარდებით მაგით. კი ბატონო, კი ბატონო. დავით, ანუ 20 მე-20 ბრძოლაა და ეს ბოლო კვირა მაინც თუ აპირებ ვარჯიშს და ტრადიციულად 2-3 დღე რაღაც. შეიძლება ხო ვირბინო ცოტა, არ ვიცი. ნახოთ, ხასიათზე თუ იქნები კი რა. ან მაინც გამომდის და ხო და იქნებ უკეთესად გამოგივიდეს ვარჯიში რომ სერიოზულად დაიწყო. კი. და ანუ პირდაპირ ვიქნები, ანუ ვთვლი რომ მერაბისთან არა ფორმაში მყოფის თოუნერიც საკმარისია მოსაგება თუ უბრალოდ შედეგი როგორც ასეთი ძალიან ბიჭურად ვიტყვი კიდია რა. თავარი არა, არ კიდია, არა. არ კიდია მართლა. ჩემს 12 წაგებას რო ვუყურებ ხოლმე დღესდღეობით შერდოგზე მართლა მაგრად მიტყდება რა, მაგრამ ამ 12 წაგებიდან ერთი 5 წაგება რო არ შემწყვეს, იმენა ჩემი ბრალია რა. ჩემი ბრალია თან ძალიან ჩემი ბრალია თან ეგ მარტო მე ვიცი ისი ბრალია და რატო მაგრამ აი პირველი რაც თქვი ეგ რა არა ფორმაში მყოფის ტონერი საკმარისი არის მერაბისთვის მაგრამ ნახოთ ახლა მერაბის რა აქვს ჩემთვის ეს მაინტერესებს კეთილი ანუ ორივესთან ერთი კითხვა ეს ბრძოლა პრინციპულად განსხვავებული იქნება წინა ბრძოლისგან თუ მეტნაკლებად იგივე სურათი გველის. ოკეი, ჯერ ჩემთვის კი ბევრად განსხვავებული, ბევრად სხვა ტექნიკით შეუტედა, ნუ ნახავს რა საზოგადოება 31-ში შედეგსაც. ჩემთვისაც კი, იმიტომ რომ გავიგე რომ ძალიან მაგრად ემზადებოდა ჩემთვის რევანშისთვის და რევანშს ასავებოდ. ხმები მომივიდა. კეთილი. დავაბრუნოთ ბიჭებო მიკროფონები და ჭორიკნებმა ამბავი კონვერტი მომიტანეს. და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. მერაბ, დეზერტიგალ, გუკასიანი, დავით, დესტონერ, ბადურაშვილი. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები გამას ვეტერანებს. კეთილი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. არა ნაკლებ კი არა. მეტად ბევრი ხაიპით მოცული ბრძოლაა ეს. და მე მინდა ვიხმო. ვერითმენს უკვე ეს კაცი. ნიკა Crazy ბოკელავაძე. რომელიც დაუპირისპირდება გიორგი ჯავათი ქიმაძე. ბიჭებო, როგორც ინსტრუქტაჟის დროს თქვი, თქვენ თუ ჩხუბს დაიწყებთ, მე არ გაშველებთ. მე თქვენი გამშველებელი არა ვარ. უბრალოდ ძალიან საინტერესოა თქვენი დაპირისპირება,
ნიკა შენ გამას მაყურებლისთვის ახალი აღმოჩენა ხარ, ბევრისთვის კითხვის ნიშანი ხარ. გიორგისთვისაც რაღაც დონეზე შეიძლება კითხვის ნიშანი იყო, არ ვიცი გიორგი თვითონ იტყვის. ჩემთვის ნაღდად ხარ კითხვის ნიშანი, იმდენად ხმამაღლა და იმდენად თამამად შემოაბიჯე 93 კილოგრამში, რომ ვაუ, უემოციოდ არავინ დაგიტოვია და ანუ რა გაძლევს ამ თავდაჯერებას? არავისთვის არ არის დიდი სეკრეტი, რომ უშუალოდ კრივში არ გაქვს რაღაცა საბრძოლო სპორტში არ გაქვს დიდი მიღწევები, ტრადიციულ საბრძოლო სპორტში, როგორც ასეთში ვიცით, რომ გიჩხუბია შენ, გამას მსგავს ორგანიზაციაში შენ თვითონ გვიანბე ამის შესახებ და აი საიდან მოდის ეს ამხელა თავდაჯერებულობა, ამხელა ძალა და ამხელა ენერგია, შეგიძლია რომ გითხრათ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ დამწყე საზოგადოებას და ჩვენ მებრძოლებს, ყველას უსურვებ წარმატებას და უტრამო ბრძოლებს, განსაკუთრებით ჩემ თანამედროვეებს ბადურას და გრიზლის. რაც შეეხება იქიდან დავიწყო მაგ კითხვის ნიშნებს, ძალიან ბევრს აქვს კითხვის ნიშანი ჩემთან და 100-დან 99 გიორგის პარეშიკოვს დაგონია თუ მე ამ ბრძოლას წავაგებ. მაგრამ ყველას გაუცრუებ იმედებს. ყველამ კარგად იცის რომ მე არც პროფესიონალი ბოქსერი არ ყოფილი არაფერი, მაგრამ ისეთი დუხი მაქვს და ისეთი გული მაქვს და ბრძოლაც ცხოვრებაში ჩხუბი არასდროს არ წამეგია და არც არასდროს ვაპირებ წაგებას, მით უმეტეს ეხა ბოქსიც დავიწყე, ტექნიკურ მხარეს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მე ხა ამ ჩხუბისთვის, ძალიან ისინი მზადებას გავდივარ, აი მაგრამ ძალიან პროფესიონალ ბიჭებთან ერთად გავდივარ ამ მზადებას, რამდენიმე ადამიანი მეხმარება ამაში. განსაკუთრებით ლევან გეროვანი და ძალიან დიდი მადლობა მას, მაგრამ მას გამას ნიგზეც ვიხილავთ ამ ჩემ ტრენერს. ძალიან ბევრი მიღწევა აქვს მასაც და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მას და ასევე ჩემ მეორე ტრენერს გოჩა თოლკაშვილს. დანარჩენის თქმას მე არ ვაპირებ. ისედაც ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ მოთმინების ფიარა კიდე მე თვითონ ვიჩერებ, 31-მდე ცოტა დრო რჩება და მაგ კითხვებს რომელიც ძალიან ბევრს აქვს ჩემთან ასევე შენ, მაგ კითხვებზე პასუხს მე 31-ში ჩემი მუშტებით გაგცემთ. რაშიც მე ძალიან დიდი პლუსი მაქვს შიშველი მუშტებით, იმიტომ ეს ხერხმალი მაინც არ მევოსება ეს კენტუსები, შიშველი მუშტებით კი ჩემთან არ მგონია იმის დიდი შანსი ჰქონდეს. მით უმეტეს გეუბნები. აი ამ სიტყვებიდან გამომდინარე მე დღემდე მიკვირს, ანუ საიდან ეძლევა ადამიანს ამხელა თავდაჯერება და შენ რას ფიქრობ? ანუ რამდენად კონკურენტული ბრძოლა იქნება? და რამდენად სერიოზულად უდგები შენს მეტოქეს ამ ბრძოლას? მინაიდან ფაქტიურად ეს ბრძოლა წინასაჩემპიონოა, ხო? ყველას მოგესალმებით. ყველა საუკეთესო ბრძოლების ჩატარებას გისურვებთ უტრამოდ, რაც ყველაზე მთავარია. მე ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ არ გავჩერებულ ვარ ფაქტიურად და ვარჯიშობ, ვემზადები ჩემი შემდეგი ბრძოლისთვის. მე ამ ბრძოლისთვის კონკრეტულად არ ვემზადები, მე ვემზადები ჩემი იმ ადგილისთვის, რა ადგილიც უნდა დავიკავო აქ და ის იქნება ჩემთვის კამერთან მიახლოებული ადგილი, რომელსაც ამ ბრძოლის მერე აუცილებლად მოვიპოვებ, თორემ მე ნიკას არ აღვიქვავ საერთოდ მებრძოლად და არც უყურებ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინახავს თუ როგორ დამთავრდება ჩვენი ეს ბრძოლა და ზუსტად ვიცი რაც მოხდება, უბრალოდ მე იმიტომ ვარ ფორმაში და იმიტომ ვუყურებ ამ ბრძოლას სპორტულად, რომ მე მაქვს მიზანი, ჩემი მიზანია ამ წონაში კამარი, მე მელოდება ორი ძალიან კარგი მებრძოლი, რომლებიც ძალიან მალე ჩაატარებენ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ მე მათთან ძალიან მალე გავიზიარებ რინგს, რომელი იქნება ჩემთვის საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ვიცი რომ აქამდეც მივალ. რაც შეეხება ამ ადამიანს, რა ვიცი, მე ამის ვარჯიშს ვერ ვხედავ, ამის დალევას უფრო ხშირად ვხედავ, თვითონვე ფაქტია სახეზია და ეხა თავისივე სიტყვებს ყველაფერი ის უარყოფს, რომ ყოველ დღე ადამიანს მე მეუბნება რომ ლოცნუ მეძახიო ეს ახალხოდო ბრაზდებიო და ადამიანს რომელსაც 7 დღიდან 6 დღის განმავლობაში შეუძლია რომ დალიოს. რავი, ეტყობას ხო აღარ დაგიძახი, აი სხვა რამეს მოვიფიქრე. აი ხან პროვოკაციებს არ ვყვები და აი ნახდათ არ გავბრაზდები 31-მდე მოვითმენ და შენს გირჩევნია წარმოდგენები ჩემზე შეიცვალო. და უფრო დააფასო ჩემი მებრძოლი შენი. მოდი მე რას ვიზავ და როგორ ვიზავ შენი სადაც მე შენთვის გირჩევნია, იმიტომ რომ შენ იმაზე მეტის ღირსი ხარ რომ გელაპარაკო, რასაც ახლა ვლაპარაკობ, უბრალოდ არ მინდა რომ იმაზე მეტად გაგაპიარო, რაც გაპიარდი უკვე ეს ერთი, თორე
მე შენთვის საერთოდ არაფერი არ მithქვია, ის ყველაფერი რაც ჩვენ წინა ბრძოლაზე მოხდა, ყველაფერი ჩვენ წინა პრესკონფერენციაზე მოხდა, შენგან იყო გამოწვეული, ჩემგან არაფერი ისეთი არ ყოფილა, არც ახლა არ ვაპირებ, მე მზადა ვარ, რომ საერთოდ არაფერი არ გავაკეთო და დავანახო ხალხს ის, რასაც ვიზახი, რომ ჩვენი ბრძოლა ძალიან მალე არც კი ერთი წუთი არ გაგრძელდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე უბრალოდ მინდა ის, რომ და გადავაზუსტო შენში და დავრწმუნდე, რომ იმ შეთანხმებებზე, რა შეთანხმებებით ჩვენ დავდეთ აქ ხალხის თვალწინ, დაწყებული იმით, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მოგებული მებრძოლი წაიღებდა ყველაფერს და მეორე პირობას გახსოვს იმედია, რაზეც შევთანხმდით. დანარჩენი მე სათქმელი არაფერი არ მაქვს. ველოდები 31 მაისს შიშველ მუშტებზე აუცილებლად შიშველ მუშტებზე და ესოთ გავწყვეტინებ ჩემი ყველა ბრძოლა აწე გამაში იქნება შიშველ მუშტებზე. იმედია ყველა დამთავრდება. იმედია ჩვენც ამის მომხრეები ვარ. მე რა შემეხება მე არ ვიძახი რომ ჩემი ყველა ბრძოლა შიშველ სიმართლე გითხრათ რომ ეს ბრძოლა შიშველ ხელებზე მინდოდა მეთქი არა არ მინდა შიშველ ხელებზე ბრძოლა იმიტომ რომ მინდა რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიბრძოლო კიდევ მაგრამ ეხლა არ მაქვს პრობლემა ნებისმიერი სახით შემიძლია ჩავატარო ბრძოლა მაგრამ სამომავლოდ არც ვიტყვი არასდროს შიშველ ბრძოლაზე ვარს მაგრამ ჩემი სურვილი იქნება სატიტულო ბრძოლა რომ ხელთათმანებით გავმართოთ მაგრამ არც იქნება პრობლემა თუ ჩემი მოწინააღმდეგე ჩემი მოწინააღმდეგის სურვილი იქნება რომ შიშველი ხელით არც მაგაზე მექნება პრობლემა უბრალოდ ჩემთვის უფრო წინ მინდა დავაყენო ხელთათმანებით ბრძოლა საჩემპიონო ბრძოლაში. ნუ რაც არის ეგ ორივე საშუალებაა გამაში. რა თქმა უნდა ორგანიზაცია უპირატესობას შიშველ მუშტებს აძლევს, ვინაიდან ამ სპორტის წამომწყები ვართ ჩვენ და გვინდა რომ სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ სოფლიო მასშტაბით. რა თქმა უნდა თქვენს მეშვეობით ბიჭო ჩვენო მებრძოლებო უპირველეს ყოვლისა და ნუ bare knuckle boxing ასე ქვია ხო კრივი შიშველი მუშტებით თუმცა თქვენს ბრძოლას რო დაუბრუნდეთ ნიკა შენთან მაქვს კითხვა რაღაცნაირად გიორგის სიტყვები მე ყურში მომხვდა რომ ანუ გადაწყვეტილად მიაჩნია ამ ბრძოლის ბედი და უკვე საჩემპიონო ბრძოლისთვის ასე ვთქვათ ემზადება წინასწარ და შენ რა სიტყოდი ამისთვის მე წარმოედგინეთ და მეც უბრალოდ ეგრე ვარ და აქედან მოგემართავ ლაშა გაემზადე ჩემპიონი ხო სლავა როგორც ვიცი ნიში ხვდებიან ეგენი კამარზე სადაც არ ამგონია სლავა მეგისებ შეძროს ლაშა წარმოცხება ოკეი ასე რომ მე და ლაშასაც მოგვიწევს თაკი ну სულ წააგოს იმედია მე დარჩება ეგეს და რაშასაც აუცილებლად მინდა ჩხუბი ჩავატარო გამაში ასევე შრავასთანაც დიდი სიამოვნებით აკრას მე რო გამოსყურება დავიწყე და მე გამას პარეში კი გავხდი ეს სამი მუშკეტერი იყო მაშინ გიორგი რაშა და სრავა და დარტანიანის მოვედი შესანიშნავი ძალიან კარგი ასოციაცია იყო კარგი რავი თუ კითხვები არა ხო კითხვები არ გვაქვს ეს არავის დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს ნიკა crazy ბაკელავაძე გიორგი ჯალათი კიმაძე კამერებისკენ ბიჭებო აპლოდისმენტები main event-ისთვის მზად ვარ სამი საჩემპიონო ბრძოლა გველის წინ. კაი, კამრებს აღარ მოვითხოვ, ჩვენი კამრები ყველას ნანახი გაქვთ. უბრალოდ მინდა მორალურად და რავი, ნერვიულად თუ როგორც გინდათ, მზად იყავით, ბიჭო! უსასტიკეს ბრძოლისთვის, უსასტიკეს სასტიკობისთვის და პირველი საჩემპიონო ბრძოლა შედგება 65 წონით კატეგორიაში. 65 კილოგრამი იმდენად კონკურენციით გამუხტული წონითი კატეგორიაა, რომ ერთი საჩემპიონო კამარი არ კმარა და სანამ ბაქარი გრან-პრის
დაამთავრებდეს ბაქარგელენიძე, გამას 65 კილოგრამის ჩემპიონი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ ბრძოლა 65 კილოგრამში დროებით კამარზე. ვინაიდან უკვე მომწიფდნენ კი არა, რავი, ბრძღნიან, კედლებს ანგრევენ, ისეთი ბიჭები არიან მზად. და მე დიდი სიამოვნებით ვიხმობ ლუკა მამბერ იობაშვილი და ლუკა ამ რინგს 31 მაისს ჩემპიონობისთვის 5 რაუნდიან ორთაბრძოლაში გაიზიარებს ოთარ ელმოერტე შეღვიაშვილთან. მოგესალმებით ყველას. ეხლა მე პირადად უკვე ჩემი შენაპირებების შემეშინდა, იმიტომ რომ იმდენად ტკბილი და რაღაცა თბილი ჭიკჭიკი მიდის მთელი საღამო თქვენ შორის, რომ რავი, სუფრა უნდა გავშალოთ თუ ვიჩხუბოთ, უკვე მე პირადად კითხვები მებადება და პროფესიონალები ვართ გიო, ხო იცი, მაგრამ დამოკიდებულება ერთმანეთში კარგი გვაქვს, მაგრამ ჩვენ რინგში რო შემოვდივართ, ჩვენ გასაკეთებელს ყოველთვის ვაკეთებთ. რა რინგს გარეთ კიდე ვიმეგობრებთ, ვიზმაკაცებთ, რა თქმა უნდა ესე იქნება ყოველთვის. კი ბატონო, როგორც დღეს თქვით, ერთმანეთის მეშვეობით ძლიერდებით ჩვენ, ხო, ერთმანეთთან ბრძოლაში. ბიჭებო, მე პირადად ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ამ ბრძოლაში. რაღაცა ცალკე ხელოვნებად გაქვთ აყვანილი ბრძოლის ნიჭი, ორივეს გაგაჩნიათ და ნუ ოთო შენ არაერთი უმაგრესი ბრძოლა გაქვს ჩატარებული გამას რინგზე და ამით დაიმსახურე, რა დებიუტიდან დაწყებული რაღაც ომებს გთავაზობდი, ზუსტად იგივე მეტი თუ არა, იგივეს გთავაზობდი შენ ლუკა და რას ფიქრობთ, რას ურაცველოდოთ? შენ შეგეკითხები უპირველეს ყოვლისა, ვინაიდან შენ ნოკაუტზე გაქვს სულ ორიენტაცია, 5 რაუნდიან ბრძოლას ველოდოთ თუ ორივე ისეთი ბიჭები ვართ, ორივე ისეთი მებრძოლი ბიჭები ვართ. არ ვიტყვი ახლა როგორ დასრულდება, რანაირად დასრულდება რა. სასრუველი არის რომ 5 რაუნდი გაგრძელდეს იდეაში, იმიტომ რომ მებრძოლი უფრო მეტ გამოცდილებას იღებს და მეტად იხვეწება რა 5 რაუნდით. და ნუ ზოგადად რაუნდები რაც უფრო გრძელდება, მეტ გამოცდილებას იღებს 100-ია რა მებრძოლი. და ოთოს რაც შეეხება ახლა მე რომ აქ თქვა რომ ახლა ნოკაუტი და ისა, არა, ნახდათ არ ვიცი რა იდეაში, წინასწარ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, ბრძოლაში რა მოხდება, არავინ არ იცის, ორივე მაგარი ბიჭები ვართ, მებრძოლი ბიჭები ვართ, რაც თავარია, მეომარი ბიჭები ვართ და ბრძოლაში რა მოხდება, არ ვიცით რა წინასწარ და ასე წინასწარ ლაპარაკიც არ არის რა, ჩემი სტილი იცით ძალიან კარგად, რაც ვილაპარაკე წინაზე და როგორ ვილაპარაკე რა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, ანუ ეხა კორტავასთან ჩემი ძმაკაცის გამო ვილაპარაკე, ჩემი თავის გამო ნაღდათან ვილაპარაკნია და ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც პრესკონფერენციაზე მე ადამიანს ველაპარაკე, ნუ დაუპირისპირდი, ასე ვთქვათ. ლუკა პოპიაშვილთან ბოლო ბრძოლა ვისთანაც ჩავატარე. იმის მერე არ მიჩხუბი, ერთი წელი გავიდა რა. ამ რინგზე არ მიჩხუბია თორე ისე კი. ნუ მოკლედ ასეა რა. კარგ მომზადებას გავდივარ, ძალიან მაგარ ფორმაში ვარ. ვემზადები ჩემი კრივის დარბაზში, ასევე თქვენ პარტნიორ ორგანიზაცია და დარბაზთან Royal Fitness-ში და ნუ კაი მომზადება მაქვს რა იდუქში. შესანიშნავ. ოთარ, შენ მოგვიყევი შენს მომზადების შესახებ და რას ურაცველოდოთ იგივე კითხვა? სურათი მეც იგივეს ვფიქრობ ზუსტად. ძალიან მაგარი ბიჭი არის ლუკა, ვიცი რომ კარგად ვარჯიშობ, ემზადები ამ ბრძოლისთვის, ანალოგიურად მეც ყველაფერს ვდებთ. პირველ რიგში უეჭველი ის ვიცი რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩება, თქვენ კმაყოფილები დარჩებით, დანარჩენი ანუ ბრძოლა როგორ წავა, რანაირად წავა, აქედანვე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რინგი არის და ლუკას თქმის არ იყოს, ვერ გაიგებ რა მოხდება, დარტყმა არის და რა ვიცი, აი, ერთადერთი რაც შემიძლია შეგპირდეთ, უძალიან მაგრესი ბრძოლა რა. 5 რაუნდი იქნება, 1 რაუნდი იქნება, 2 რაუნდი იქნება, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით რა. გულგრილებს მაინც არ დაგტოვებთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხოლო რაც შეეხება ჩემ მომზადებას, რა ვიცი, აი, ძალიან მაგარ ფორმაში ვარ. 5 რაუნდისთვის ვემზადები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს დროებით კამარზე არის
და რა ვიცი, აი ყველაფერს ვდებ რა ამ ვარჯიშებში, სირბილი, ორჯერადი, სამჯერადი ვარჯიშებით და რა ვიცი, აი ბევრი საუბარი მეც არ მიყვარს, მირჩევია ისევ რინგში შემოვიდე და ჩვენი ბრძოლით დავამტკიცოთ რა ეს ყველაფერი რა. ანუ რა, როგორ რანაირად. დანარჩენი კიდე უძლიერესი გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ესე არის უმეტესწილად რა. მეტი რა ვიცი, არაფერი არ მაქვს სათქმელი პირადად მე. ასევე მომზადებასთან მინდა რომ დავამატო ვალჰალა ფიტნესშიც დავდივარ ხოლმე, ჩემი ძმა აკა კაკრიაშვილი მეხმარება, ასევე ზომბი ჭკადუა. ერთად ვარჯიშობთ, ვივარჯიშეთ და ძალიან მაგარი ბიჭები არიან და დიდი წვლილი შეაქვთ მოკლედ ჩემს მომზადებაში რა. კეთილი. ბიჭებო, მე ბოლო კითხვა მაქვს, უბრალოდ იგივე ბრძოლის სურათთან დაკავშირებული. აქამდე შენც ოთო უფრო, კლასიკური სტრაიკინგის სტილს მიყვებოდი, რაღაც ბინძურ კრივს ნაკლებად გამოიყენებდი, თუმცა ბოლო ბრძოლაში ნამდვილად. ლუკა, შენი ბრძოლის მანერიდან, ანთროპომეტრიიდან გამომდინარე, გიყვარს ახლო ბრძოლა და როგორც ასეთი კლინჩში შენთან ბრძოლა არც შეადვილია ვინაიდან შეგიძლია შენი კრივით დაუპირისპირდე და უშუალოდ რაღაც გარკვეული ცვლილებები თქვენს მომზადებაში, იგივე გამას რინგზე მეტი გაცვლა ფიზიკურობა მეც მნიშვნელობას იძენს ვიდრე იგივე ფუტვორკი, ხო? თუ შეიტანეთ რამე ცვლილება, თუ კლასიკურ კრივის ბრძოლას დავინახავთ, სადაც ფუტვორკი ასე ვთქვათ, შემტევი ბრძოლის წინააღმდეგ იქნება. გასაგები არის გიო. გაგცემ პასუხს, პირადად მე რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ტექნიკური ლამაზი ბრძოლა იქნება, მაგრამ რაღაც ცვლილებები შევიტანე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პაკრეშკები არის, აქ ჭიდაობაც მოსული არის, ასე თუ ისე თავისი წესებით. ცოტა იმ ჭიდაობაზე ვარჯიშობ, ასე ვთქვათ, იქ მხარი არის ბექვის, რაღაც ცვლილებები მაქვს რა შეტანილი, მხოლოდ კრივი შეიძლება არ იყოს რა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არის მოწინააღმდეგის სტილზე რა, ლუკას სტილზე რა. რა შემომთავაზებს დავდგები რინგში და რა ვიცი, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, თქო რა, როგორ რანაირად, აქედანვე ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა რა, იმიტომ რომ ჩვენ სტილებზე არის დამოკიდებული, როგორ შემოვალთ, როგორ წაგვივა ბრძოლა და რა ვიცი, როგორ ვიმუშავებთ, ასე ვთქვათ რა. ოკეი. ლუკა, შენ განში აშკარად გაზრდილი ხარ. დიდი ალბათობით ეს მარტო მომატებულ ასაკთან არ არის, ხო? ეხლა ახალგაზრდა ბიჭი ხარ და თან იმ დატვირთვებით რაც შენ გაქვს, მალე გაიზრდები განში. თუმცა დიდი ალბათობით მე ვარაუდობ, რომ ფიზიკურობას დაუთმე გარკვეული დრო, მათ შორის შეიძლება საჭიდაო თუ კლინჩის ტექნიკებს და რავი რა. სწორია თუ არა ჩემი ვარაუდი და იგივე კითხვა შენთან რაც ვიტყვი ყველაფერს, გამომრჩა რა, მომზადებაში ჭიდაობითაც ვემზადებოდი, ზოგადად MMA-ზე მინდოდა კი არა, მინდა გადასვლა და დავით გაგიშვილი მომზადებდა კლუბ Warrior-ში ჭიდაობაზე, რა ვიცი, ძალისმიერ ვარჯიშებზე, გამძლეობაზე, ყველაფერზე რა, ძალიან მაგარი ტრენერია და ფიზიკურად ძალიან ხოძევა რა, ასე რომ ვთქვათ. ასევე ცვლილებებს რაც შეეხება რა, ყველაზე დიდი ჩემი ასე რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმი მიდიოდა წონის შაბარების მერე. დიხანითაც, ენერგიითაც, ძალიან მაგრად ვიყავი ყველა ჩხუბზე. უბრალოდ აი რო ჩავაბარებდი წონას, მერე არაპროფესიონალურად ვდგებოდი რა, საკვებს და სხვა დანარჩენს. რა და აი მაგიტომ ვფიქრობ, რომ იმ წინა ბრძოლებში ჩემი აზრით ცოტა დიხანიამ ვერ გამიქაჩა რა, ასე ვთქვათ. მაგრამ კი მოვიგე, მაგრამ დიხანიამ ვერ გაკაჩა რა, აშკარა იყო და კიდევაც აღვნიშნე ბოლო ბრძოლაზე რა. და ეხლა ჩემი აზრით უფრო ჭუით ვდგები, უფრო პროფესიონალურად ვდგები და რავი, აი ტექნიკითაც აი რომ აღვნიშნო ყოველი, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ კრივზე ვიხვეწები რა, ბევრად ხვეწავ ჩემ ტექნიკას რა. და ბოლოს დეკემბერში ვიჩხუბე და იმის მერე ბევრად დავიხვეწე ჩემი აზრით. ეგ არის რა, მეტი არაფერი. კეთილი. რავი, მე პირადად კითხვები აღარ მაქვს, ბიჭებო, თქვენ თუ სათქმელი აღარ დაგჭათ, გთხოვთ დააბრუნეთ მიკროფონები და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. ოთო, ელმოერტე, შაღვიაშვილი, ლუკა, მამბერ, იაბაშვილი.
მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია საღამოს ბონუსებზე. მაშასე, წინ კიდე ორი საჩემპიონო ბრძოლა გვაქვს ჩვენ და მე მინდა მოგახსენოთ, რომ 56 კილოგრამში ჩემპიონი ჯერ არ ყვავდა, თუმცა 31 მაისს ეს წონითი კატეგორია შეიძენს თავის პირველ ჩემპს და ეს არიან მებრძოლები, რომელმაც ეს შანსი დაიმსახურეს. პირველი მათგანი მე მინდა ვიხმო გიგა თაბუკაშვილი. გიგასთან გამასრინგს გაიზიარებს დიმა დაიჰარდ ჯიქია. გიგა, შენ დიდი ალბათობით იცი, მაყურებელს შევახსენებ, შენ ნახდათ იცი. დიმა არის 60 კილოგრამის პირველი ჩემპიონი და აბა ვნახოთ ხო არის ეხლა რა გიყო პიტ არის. ხო და ეხლა შენ უნდა გახდე, ხო გაქვს პირობა? ხო და ვნახოთ აბა ამ დაპირისპირებაში თუ შეძლებს დიმა გამეორებას, თუ შენ გადაული ამაში გზას და პირველივე კითხვა ეგრევე წამოვალ შენსკენ გიგა რა მზადყოფნაში ხარ? პრინციპულად თქვენ მარტო შიშველ მუშტებზე ჩხუბობთ ორივე, რაშიც თქვენი სიმპათიები დაემთხვა და რა თქმა უნდა გიგამაც და დიმამაც დიდი ხნის წინ დაიმსახურეთ ეს შანსი რომ საჩემპიონო ბრძოლა ჩაატაროთ და ორგანიზაციამაც გამოთქვა მზადყოფნა ამის გაკეთებისა და გიგა მითხარი აბა რა მზადყოფნაში ხარ და გამოუვა თუ შენს მეშვეობით არ გამოუვა დიმას პირველი ჩემპიონი გახდეს 56 კილოგრამში. მოგესალმებით ყველას სპორტსმენს უსურვებ პირველ რიგში წარმატებას, უტრანო ბრძოლებს. რაც შეეხება ჩემ მომზადებას გავდივარ ძალიან კარგად, წარმატებულად ვალჰალა ფიტნესში გიორგი დეკანოვიძესთან, რომელიც მომზადებს კრივში და გიორგი ქიმაძე, რომელიც მეხმარება ყველაფერში, როგორც ჩემი ძმა, უფროსი ძმა, მეხმარება და მიდგას გვერდში, რომ შედეგი დავდო ჩემი ბრძოლისთვის. რაც შეეხება დიმა ჩემპიონობას, ვიცი, კარგი მებრძოლია, წარმატებული ბიჭია, პატივცემ როგორც ჩემპიონს და მიხარია ჩემი ბოლოს 3 ბრძოლა, ამ ბრძოლით ჩათვლით ისეთ ბიჭებთან მომიწია ბრძოლა, რომ ყველა წარმატებული სპორტსმენი იყო, წარმატებული სპორტსმენი არის, ჩემპიონი იყო იანქოშვილი და ეხლა მეორე ჩემპიონთან ვდგები კიდევ რინგზე და მაქვს იმედი, მაქვს სურვილი, მაქვს მიზანი, რომ გავხდე მეც პირველი ჩემპიონი 56-ში და ამაში ყველაფერს გავაკეთებ რა. დიმა გითხარი, აბა საკმაოდ დიდი ხანი გავიდა შენი ბოლო ბრძოლის მერე. რა მზადყოფნაში ხარ? ხო არ შეგიშალა ამ დიდმა პაუზამ ხელი თუ პირიქით? და რასაპირებ? მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. გისურვებთ უტრამო ბრძოლებს და მაქსიმუმს რინგზე ყველას თავის მაქსიმუმი. ხოლო ამ დრომ პირიქით გაუმჯობესა და მეტი შესაძლებლობა მომცა რომ რაღაცეები უფრო წინ წამეწია. გინდ ჩემი ტექნიკური მხარე და გინდ სხვა რაღაცეები რაც აქამდე ასე თუ ისე არ მქონდა დახვეწილი. ასე რომ დრო პირიქით ძალიან კარგია ამ ყველაფერთან. ხოლო რა შეეხება ჩვენს ბრძოლას? ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. იმიტომ რომ ყველამ ნახეთ თაბუკაშვილის შესაძლებლობები თუ რამდენად სულისკვეთება აქვს, რამდენად მებრძოლი ბიჭია და უკან არიხებს არადროს. მიუხედავად ნებისმიერ დარტყმას იტანს. ამასობაში გავართ ერთმანეთს ამ ხრივ, იმიტომ რომ მეც არამედ პატარა დარტყმები მიმიღია და წაქცევის მერეც ამდგარო ვარ, ასე რომ ჰოლოუეის წილში ვარ ძმა ორივე, არც ერთი არ გავთიშულვართ. ხო და მოდი ვეცადოთ ეხლა ან შენ იქნები თოფურია, ან მე რა. ან ერთი დავარდეთ, ან მეორე. ვიყოთ რა, მთავარია ჩვენ შორის
ღირსეულმა გაიმარჯვოს. შენ იქნება ეს კამარი თუ ჩემი, ამას ჩემთვის აი ძალიან სასტიკი და რაღაც მომენტი არ აქვს, ხვდები? მთავარია რომ აი მარცხის დროს ვთქვა რომ იცი დავმარცხდი, ჩაგეხუტო ძმაო და წავიდე. სხვა დროს კიდე შევხვდებით, რა პრობლემაა? მე მზად ვარ ბრძოლისთვის და 31-ისთვის უბრალოდ ველოდები, всё. რა თქმა უნდა მზად ვარ და თუ დავეცემით იმედია ავდგებით და გავაგრძელებთ ეს. მე წამოგაყენებ და შენ რავი თუ დავტოვე შენზე იყო ძმაო. კეთილი, რავი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ლექსივით დაალაგდა თქვენი საუბარი, მე ცოტა კითხვები მაქვს. გიგა, ну, ეს ჩემი პირადი აზრია, არ ვამტკიცებ, რომ ასეა და ვქადაგებ სიმართლეს ბოლო ინსტანციაში, უბრალოდ ჩემ აზრს გაგიზიარებ, რომ დიმასნაირი ფუტვორკი და სისწრაფე ხშირად ზოგადად არ ხდება გამას რინგზე და ფიქრობ რომ არ შეგხვედრია ასეთი მეტოქე და თუ გაგითვალისწინებია ეს მომენტი და რა უნდა დაუპირისპირო მის ფუტვორკს ხო იმიტომ რომ ელვისებრის სისწრაფით გადაადგილდება რინგზე მიუხედავად ამ რინგზე რომ პატარაა თუმცა ნუ რავი მისავითა ვერცხლის წყალივით ხო და აი როგორ აპირებ მის შეჩერებას და რამე გეგმა თუ გაქვს ამასთან დაკავშირებით შემუშავებული? გეგმა შემუშავებული არ მაქვს ესე თუ ისე რინგი გვაჩვენებს როგორ არაფერი იქნება. მაგრამ ვეცდები ყველანაირად რომ გავამკლავდე მის სისწრაფეს და მეც ისეთი მოძრაობებით უპასუხო რომელიც მასაც დააბნევს და მივაყენებ ზიანს რომ ებრძოლა წამოვიღო რა. დიმა, შენთან მაქვს კითხვა. შენ შეიძლება იფიქრო რომ დიმასნაირი მებრძოლი გამაში დიმას გიგა ამჭერს დიმა შენ შეგიძლია იფიქრო რომ გიგასნაირი მებრძოლი გამას რინგზე ბევრია თუმცა მე ვფიქრობ რომ ასე არა პირველივე გადასახედიდან შეიძლება ესე ჩანდეს მაგრამ გიგამ თავიდანვე როგორც დაიწყო მხოლოდ შიშველი მუშტებით ხო ორი ბრძოლა ხო თუმცა არც ერთი სერიოზული ტრავმა არ მიუღია და ძალიან ესეთ სერიოზულ გაცვლებში პირიქით სერიოზული ტრავმა მიუყენებია არაერთი მებრძოლი გაუშვია ტრავმით და ეს მომენტი რამდენად გძაბავს რა იმიტომ რომ რკინის მუშტები აქვს და რკინის ყველა ძულები მათ შორის ოკეი მე რკინის ყბა მაქვს რა ვიცი გადავხედოთ ამ ხრივ გეთახმები არ ვფიქრობ ნამდვილად რომ ყოველი მეორე გიგათ აბოკაშვილს საბირწონეა ასე ვთქვათ ნამდვილად არა რადგან მაქვს მისი ბრძოლები ნანახი საერთოდ სანამ ოდეს მე ვიფიქრებდი რომ ჩვენ პირისპირ დავდგებოდით მანამდეც გავიცანით ერთმანეთი ჩვენ და აქედან მოვედით აქამდე ვფიქრობ რომ რკინის მუშტები აქვს და ამ რკინის მუშტებს მხოლოდ ყბა გაუძლებს რკინის მეტი სხვა ვარიანტი არ არსებობს რა ამ ყველაფერთან ასე რომ ჩემი ყბები მზად არის მაგ ყველაფრისთვის ხოლო ნახოთ აბა რა როგორანაირად იქნება რა მზად ვარ ეტოქში ბრძოლისთვის მართლა აი არ ვიცი როგორ გითხრა მაგრამ აი რინგზე რო შემოვალ რავი გამომეკიდეთ კამერებით დიდხანს გალოდინეთ თან ორივეს ამიტომ რავი ვიჩხუბოთ დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. გიგა, თაბუკაშვილი, დიმა, დაიჰარ, ჯიქია. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტები. ერთ-ერთი მებრძოლი 31 მაისს სახში 56 კილოგრამის საჩემპიონო კამრით წავა. მაშა ასე ბოლო საჩემპიონო ბრძოლა ასევე შიშველ მუშტებით და მე მინდა ვიხმო 60 კილოგრამის ჩემპიონი კოტე ზომბი ჩკადუა და კოტეს დაუპირისპირდება 60 კილოგრამის გრან-პრის ჩემპიონი ლუკა პიტბულ კახიშვილი ბიჭებო ნუ ჩვენ ერთად ძალიან სათავეში ვიდექით
მიუხედავად იმისა, რომ არ ჩაგიტარებიათ ბრძოლა, საკმაოდ დიდი გზა გაავიარეთ ყველამ ერთად. მათ შორის თქვენს წვლილის შეტანით გამოვიარეთ ამ ხელა გზა და თქვენ დიდი დამსახურებაა, რომ გამა დღეს არის ის რაც არის. რამდენად აფასებთ ერთმანეთს როგორც მეტოქეებს, მინდა კითხოთ, რამდენად ნელ-ნელა მოვაყოლებ რა. და წარმოგედგინათ თუ არა რომ ეს ბრძოლა შედგებოდა აი გამაში რომ იწყებდით ბრძოლას. როგორ უნდა წარმომედგინა გიო, მოდი ჯერ ბიჭებს ვეთყვი რომ წარმატებები ბიჭებო, უტრავო და მაგარი ბრძოლები ეჭვით არ მეპარება. რაც შეეხება ზომბის, რაღაც ცოტა გაბოროტებული არის, მე მგონი კამარმა გააბოროტა. შეიძლება სხვა ფაქტორია რამე, მაგრამ არ ვიცი. რა უნდა წარმომედგინა, ხან 70-ში ჩხუბობდა, ხან 65-ში, ხან 68-ში, ხან 63-ში, ხან 75-ში. აი როგორ უნდა წარმომედგინა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ხო ხდები და ეხა ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ბოლო მომენტში უკვე გამიჩნდა მე თვითონ სურვილი. გამომდინარე იქიდან რომ დაიხვეწა, სანამ დაიხვეწებოდა, აი ამის ჩხუბების ყურება არ მინდოდა და არც უყურებდი ხოლმე, ეხა უყურებ ხოლმე პროსტა იმისთვის, რომ შევაფასო რა, როგორც მოწინააღმდეგე, თორე აი მერჩივნა ჩართული სვარკისთვის მეყურებინა, ვიდრე ამის ჩხუბების მეყურებინა. ეხა ბევრი მეუბნება, რომ აი შენს გითქვამს, რომ ზომბი დაიხვეწა რა. კი, დაიხვეწა. ეს ფაქტია მე. კი, არა, მეც ვიძახი, რომ კი დაიხვეწა, მაგრამ ზომბი დაიხვეწა ბოლო 2 ბრძოლა. მაგრამ მე ვიხვეწები პირველი ბრძოლიდან მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ასე, მე-13 და მე-14 ბრძოლამდე. ეხლაც ძალიან დახვეწილი ვარ და ძალიან ბევრი სურპრიზი უნდა დავახვედრო ზომბის, ასე ზომბივით რო წამოვა და რომ მოხდება აბერკოტი კბილებში, კი არ იცი სამ. ხო. კიდე რა უნდა მეთქვა? რა ვიცი, კაი ბიჭი არის, პატივს ცემ საერთო ჯამში, კაი ბიჭი არის, მოკლედ კაი მებრძოლი ბიჭია რა, თუმცა ჩვენ შორის ის განსხვავებაა, რომ ეს მებრძოლია, მე მოჩხუბარი ვარ რა. ხო და ეს ვერ ჩაწვდი, ხო, რატო იმას კენ დაფიქრდი? ვერ ჩაწვდი, ხო? შენი როგორც მოძრაობა აზროვნებაც ეგეთივე გაქვს, მე მგონი, ხო? გვიანი აზრებ რაღაცეებს? კარჩე მაგარ ფორმაში ვარ რა, აი პიკში ვარ, იმენა პიკამდე მივედი რა, ცოტა გამიჭირდა ახლა დიდი ხანი არ ვიყავ 1 წელი არ მიჩხუბია. კი არ მიბრძოლია 1 წელი არ მიჩხუბია, ხო და შევედი რა, ფორმაში შევედი, სადღაც პიკისკენ ვარ. კაი მომზადებას გავდივარ, რუსთაველები მეხმარებიან, რუსთავს მოკითხვა და მადლობა ბიჭებს ყველას. გვერდში მიდგას ყველა ოჯახიდან დაწყებული საძმაკაცო მთელი რუსთავი და მოკლედ შენი კამარი რომელიც შენ სახში გაქვს ცოტა მოეფერე იმიტომ რომ მოგიწევს 31-ში გამატანო სახში ვიცი დაიღალე ეხა ყურადღებას არ მაქცევ მაგრამ წარმოიდგინე უფრო დაიღლები 31-ში და დაიღლები როგორ იცი შეიძლება თავით მინდა რომ 5 რაუნდი ვიჩხუბოთ, იმიტომ რომ 5 რაუნდი არ მიბრძოლია და მაინტერესებს როგორია 5 რაუნდი რა. თან რო ვიჩხუბე საჩემპიონო ბრძოლა, ვერ მოვახერხე გაგრძელება რა 5 რაუნდის და ეხლა ძალიან მაგარ ფორმაში ვარ დამასრულებინე. ეხლა ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და შემიძლია 5 რაუნდი ვიბრძოლო და მინდა რომ გეჩხუბო 5 რაუნდი, მაგრამ არ ამგონი აი ისე ნელა მოდიხარ რომ აი როგორ მინდა ხოლმე იცი რომ მაგ დროს შენთან ვიდგე რინგზე და აქედან მოგდო ერთი კაი რა მაგრამ ნუ კაი 31-ში მოგიყომარებ და ეგ იქნება რა ზომბი შენს რო გითხრა ორიოდე სიტყვა პიტის ოცნებების შესახებ მოვისმინეთ ეხლა ჩემი ჯერია მაგრამ მე რეალობას გეტყვი მე ხო დაგამთავრებინე მეც მალაპარაკე ეხლა ჩაგეკითხე ბრატ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შემდეგი ბრძოლა 60 კილოში ქამრის დაცვა რომ მომიწევს ყველას ვისაც ხეთათმალები გიეთიათ და ქამრისკენ იყურებით ყველას მოგიწევთ ხეთათმალების გახდა მაგდან ხეთათმალებს რო გაიზრობთ ხელიდან მე გამოიხედეთ ქამრისკენ ასე არც გამოწვევები მოდის არც არაფერი მოდის თითქოს და მოკვდა ეგწონა რა მე აქ არა ვარ ერთადერთი პიტბულმა გამომიწვია მოკლედ სიმართლე რო თქვა როგორც შენ ახსენე, ერთად მოვდივართ ამდენი ხანია. გამა არის და ბევრი აქ ისე მოვიდა რომ უკვე ყველაფერი შექმნილი იყო.
ჩვენ მაშინ როგორც ერთი ოჯახი ისე ვლაპარაკობდით, ისე ლაპარაკობდით ჩვენს მომავალზე, ვინც წარმოიდგენდა რომ ჩვენზე ფსონებს დადებდნენ მაგალითად. ხო და ყველაფერი შეიქმნა რა და პატივისცემა რა თქმა უნდა მაგ მხრივ მაგ პიტბულთანაც და ყველა ძველ მებრძოლთანაც. აქ რამოდენიმე თითზე ჩამოსაცვლელი მებრძოლები ვართ იმ დროიდან ვინც ბრძოლობთ რა. მაგით და პატივისცემა მაქვს რა თქმა უნდა და პატივისცემა იმითაც გამოიხატება რომ მე შენ გამო 60 კილოში უნდა ჩავიდე, 5 კილო უნდა დავიკლო, ვიცვალო, 31 მეტრში მოვიდე და რინგზე გეჭხუბო. ბევრი სალაპარაკო არაფერი მაქვს რა, არ მინდა ვართა ბევრი ლაპარაკი. და ნახავთ რაც მოხდება რა. მომზადებაზე ვიტყვი, მოკლედ მომზადების პროცესი ესე გავიარე რა, ბოლოს ამ ბრძოლაში. მაგალითად გოგიასთვის რო ვემზადებოდი გრამში, მაშინ სულ გრამზე რო ბრძოლობდით. გრამპი არა, გრამპრი. ხო, რაც არის რა, 25000-ის გამო რო ვჭხუბობდით. 3 კვირა ვემზადებოდი გოგიას გამო რა, აკაკ აგრიაშვილი მომზადებდა. ერთი 3 კვირის მომზადების შედეგით დავდე ის შედეგი რაც დავდე. ერთი თვე ვემზადებოდი გელენიძესთვის, ერთი თვის მომზადებით დავდეთ ის შედეგი რაც დაიდო მაგ ბრძოლაში, რაზეც ხალხი დიდი ხანი ლაპარაკობდა. შემდეგ ბაკურისთვისაც იგივე ნარიად ერთი თვე ვემზადებოდი და ეხლა უკვე დასკვნითი ეტაპი მაქვს მომზადების რა. ფიზიკური მომზადებას დავუმატე მაგ ყველაფერს და ტექნიკური მხარეც რა თქმა უნდა გაზრდილი ვარ ძალიან და 31 მეტრში ძალიან დიდ სისასტიკეს ნახავთ მოკლედ. და მე იმის თქვა მინდა რომ 31 მეტრში და როდესაც ბრძოლა მომიწევს, ყველა შენს, ყველა ვინც არის აქ და ვინც უყურებს გამას, ყველა ნახავს რომ მე მსოფლიო დონის მებრძოლი ვარ უკვე შიშველი ხელების ორგანიზაციაში და მან დავაპირებ გაგრძელებას და არა მარტო საქართველოში, მე სურვილი მაქვს რომ სოფლიოშიც გავიტანოთ ეგ ყველაფერი და მე ვიყო ერთ-ერთი მათგანი. ბევრი ამისნაირი სოფლიო დონის მებრძოლი გადასულა ამ რინგიდან დამარცხებული ჩემი ხელით. ხო და ეგრე არ მოგიწიოს ოქრი. რომელი ბენუ ადამია გინდაც. ნაკლებია? დამარცხებული ნიშნავს რომ დავამარცხებთ ის რომ მოიტახავს კაცი. ბიჭო, რა ჩემი პრობლემა არის? მაგი გადმოვიდა ჩემთან რინგზე იჭხუბა, დამარცხდა და გადავიდა. ხელი მეამიწიეს და მე გავიმარჯვე. სოფლიო დონის შეიძლება MMA-ში. რა მაგრად მკიდია, იცი, ვინ რას იტკენს, ვინ რას მოიტეხავს. ჩემთვის თავარია გავიმარჯო, დავდო შედეგი და ის მომზადება, რა მომზადებას გავიარე, დავაგვირგვინო გამარჯვებით. წაგებაც არაა ჩემთვის პრობლემა, არ მიტყდება, არ მეპაზორება, მაგრამ მოგება უკეთესია ბევრად და აქ შემოვდივარ მე მოგებისთვის პირველ რიგში, გაიგე? მაგრამ წაგებასაც არა უშავს, გამოცდილებას ვიღებთ და ვიხვეწებით და დღეს თუ არა ხვალ მოვიგებთ, ხვალ თუ არა ზეგ მოვიგებთ, მაგრამ შენ იცოდე რომ წააგებ. უკვე წააგებ პრინციპში შენ. მოკლედ მე წავაგებ, პიტბული კამარს წაიღებს და რო გაგეღვიძება, მიხვდები რომ ყველაფერი სიზმარი იყო. ვიკიპედიაში ნახე? არა, ეხლა მოვიფიქრე. ეხლა მოვიფიქრე, გეუბნები ნიჭიერი ხარ მე. კეთილი. რავი, მეგობრებო, სათქმელი გაქვთ კიდე რამე? არაფერი. პატივისცემა პირველ რიგში, როგორც მებრძოლის მიმართ, მაგრამ 31 მეტრში ზომბი დაილეწება. კეთილი. დავაბრუნოთ მიკროფონები. და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. კოტე, ზომბი, ჭკადუა, ლუკა, პიტბულ, კახიშვილი. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. შესანიშნავი. მეგობრებო, 31 მაისს ჩვენ გველის 12 უსასტიკესი ბრძოლა, მათ შორის 3 საჩემპიონო ბრძოლა და არა მარტო უმაგრესი ივენთი, გამა ფიური წინ არის, ამიტომ მოვემზადოთ და მზად ვიყოთ სისასტიკე გველის წინ.